მოდით ვნახოთ, რას ცდილობენ ეს გარედან დაფინანსებული აქტივისტები, რომლებიც იმედის კვირის მიერ გაშიფრული სქემით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ დღემდე ფინანსდებიან იმ ექსტრემიზმისთვის, რასაც რუსთაველის გამზრზე ახორციელებენ, მიუხედავად იმისა, რომ გამჭვირვალობის კანონმა ჩაკეტა უცხოური დაფინანსების გაუმჭვირვალედ შემოსვლა, მათ იპოვეს გამოსავალი და ეს იყო წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის საფუძველი, რომელიც წარმოიდგინეთ იმდენად სენსიტიური თემა არის, რომ ჩვენი მხრიდან კანონიდან ამ ორი ცხვის საფუძველი გახდა და ის გამჭვირვალობის თუ ფარას კანონმა არ დაფარა ეს მიმართულება, რადგან რა თქმა უნდა ძალიან ფაქიზი არის წამების მსხვერპლთა იდენტიფიცირების თუ მათთან დაკავშირებული საკითხები იმდენად უღირსები არიან, რომ აღნიშნული საკითხის და აღნიშნული თემით დაიწყეს უკვე საკუთარ თავის სასარგებლოდ მუშაობა. ევროკავშირის და სხვადასხვა ფონდებიდან აღნიშნულ თემაზე ირიცხება 3 მილიონ ლარამდე და კიდევ უფრო მეტი თანხები, რომელიც შემდგომ იშლება სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში, საფარი, საია, სამართლიანობის ცენტრი და ყველა ის ოდიოზური ორგანიზაცია, რომლის ლიდერიან მასთან დაკავშირებული პირები, ყველა გვევლინება რუსთაველზე იმ ექსტრემიზმის ჩასატარებლად. მოდით ახლა ვნახოთ, რას ცდილობენ. მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობრივად ძალიან მცირე არიან, ისინი ცდილობენ, რომ ქაოსი შექმნან. როგორც მზია ამაღლობელის შემთხვევაში, მან შეაფურთხა პოლიციელს იმის სადემონსტრაციოდ, რომ ეს ყველაფერი გადასულიყო ქაოსში და ექსტრემიზმში.